მიუხედავად იმისა, რომ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ განსახილველი მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის უკრაინა, სირია, ღაზას კონფლიქტი და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები. ევროკავშირის მინისტრების ყურადღების მიღმა საქართველო მაინც არ დარჩენილა და ჩვენი ქვეყანა კვლავ უარყოფით კონტექსტში განიხილება ბრიუსელში. განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელშიც გაკეთდა და დამატებით ევროსკოპმაც ჩაწერა ინტერვიუები საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ ახალი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან, ეს არის ახალი და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. ეს განცხადება ევროსკოპთან გააკეთა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტიტოს ბუდრისმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ერთ დროს დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიული საქართველო ახლა ავტორიტარული რეჟიმის ხელშია და დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ მიემართება ქართული ოცნება, ამიტომაც ახლა გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს EUTO ODIHR-ის სტანდარტებით და ამ არჩევნების მიმართ კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. რაც შეეხება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქართული ოცნების მხრიდან განხორციელებულ დევნას, უკანონო გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ და კანონები, რომლებსაც ამკაცრებენ იმისთვის, რომ შეზღუდონ თავისუფალი სიტყვა და გამოხატვის თავისუფლება ჩაახშონ. ამასთან დაკავშირებით მინისტრები ამბობენ, რომ ეს ყველაზე მეტად მიუღებელია ბრიუსელში, ამიტომაც შეშფოთებულები არიან იმით, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს. რაც შეეხება უშუალოდ კაია კალას, რომელმაც ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ გრძელდება ზეწოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ და სანქციები კონკრეტულად იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც თავის მხრივ ახორციელებენ ზეწოლას და ძალადობას უკანონო ქმედებებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. We are very concerned about the detention. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც ფაქტობრივად ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ ვგრძნობთ, რასაც აკეთებს ქართველი ხალხი, რომლებიც აპროტესტებენ დემოკრატიულ უკუსლას, დემოკრატიის ბორცვიდან დაბლა ავტორიტარული რეჟიმისკენ მიემართებიან. ეს ევროპას ძალიან აშფოთებს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი წინ წასვლა. ის რაც ვნახეთ იანვარში და დეკემბერში, ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ODIHR-ის რეკომენდაციებით უნდა დაორგანიზდეს იმ ორგანიზაციების, რომლებიც აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ არჩევნებს. ნამდვილად გვაშფოთებს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო ამკაცრებს რეგულაციებს, რაც პროტესტის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო სიტუაცია. ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის ევროკავშირისგან განცხადებები. უკვე 13 ქვეყანა ევროკავშირის ითხოვს ახალ არჩევნებს. ესენი არიან ბალტიის და ნორდიკული ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის არაერთი სახელმწიფო, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთადერთი რითაც ქართულ ოცნებას შეუძლია მოიპოვოს ლეგიტიმაცია, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან ბრიუსელი ვერ აღიარებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული არჩევნების გზით იკავებს ძალაუფლებას და ასეთ ხელისუფლებასთან ევროკავშირი არ ითანამშრომლებს. შესაბამისად წარმატებით გრძელდება ახლა ბრიუსელისგან და ევროგაერთიანების მხრიდან ქართული ოცნების არაღიარების პოლიტიკა და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაინიშნება ახალი თავისუფალი არჩევნები, რომელსაც უკვე 3 თვეზე მეტია ქართველი ხალხი რუსთაველის გამზირიდან ითხოვს.